ახლა კი რა მოხდა ახალციხეში? ყოფილი პარლამენტარი პოლიციას მის შვილებზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს. ძმები რაისიანები მარიხუანის მოხმარების ბრალდებით დააკავეს, თუმცა მას შემდეგ რაც ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდათ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. მელიქ რაისიანი ამას საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ის ამჟამად პარტია თავისუფალი საქართველოს წევრია. ჩვენ იმითაც დავინტერესდით, რომელი აქტივობით დააფრთხო უსაფრთხოების სამსახური კახაკუკავას პარტიამ, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი სავარაუდოდ თავად პარტიაშიც არ აქვთ. კარლოს რაისიანი აცხადებს, რომ 1 აპრილს ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებმა ელექტროშოკით აწამეს. მისი თქმით, ედავებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას მოხმარებას. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ ნარკოტიკული თრობა არ დაუდასტურა რაისიანს და მის ძმას, ბრალი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს. პოლიცია რაისიანებისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა მოსამართლემ კარლოს რაისიანს 250 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მისი ძმა აშოტ რაისიანი კი უდანაშაულოდ ცნო. პოლიციელებმა იზოლატორში მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მცემეს, ხელი მკრეს. როდესაც ახლობლებთან დაკავშირება მოითხოვე, გამხეცდნენ. ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ დაუწყე ყვირილი, რატომ მედო ხელბორკინები. ელექტროშოკი მომადეს, რის შემდეგაც დავკარგე გონება. კარლოს რაისიანი ყვება, რომ 1 აპრილს ძმასთან ერთად ასპინძის გზაზე დააკავეს. პოლიციელებმა უთხრეს, რომ ახალციხეში სამხარეო პოლიციის უფროსმა დაიბარა და მის კაბინეტში წაიყვანეს. ზეწოლაში რაისიანი პოლიციის უფროსის მოადგილეს ვინმე გიორგის და ალექსანდრე მელიქიძეს ადანაშაულებს. ამბობს, რომ მას და მის ძმას პოლიციელებთან მანამდე შეხება არ ჰქონიათ. რაისიანი მის დაკავებას ახალქალაქში მამის ოპოზიციურ საქმიანობას უკავშირებს. როდესაც მე რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელთან შესახვედრად წავედი, მან არ მიმიღო. მითხრა, თუ გინდა შენს ვაჟებთან ერთად იცხოვრო ამ ქვეყანაში, მაშინ უნდა ითანამშრომლო ჩვენთანო. ჩემთვის ეს უცხო იყო. ძნელი იყო, როდესაც ასეთი არჩევანის წინაშე დამაყენეს. ყოფილმა პარლამენტარმა ამჟამად თავისუფალი საქართველოს ახალქალაქის კომიტეტის თავმჯდომარე მელიქ რაისიანმა შვილების დაკავებაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. კახაკუკავამ კი ხელისუფლება რაისიანების პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. სპეცოპერაციის ხელმძღვანელად მან სუსის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი შალვა ლომსაძე დაასახელა. თუმცა აღნიშნა, რომ დოკუმენტებში ოფიციალურად მისი გვარი არ ფიგურირებს. თვენახევრის წინ სოფელ ხანდოში შეიჭრა ერთ-ერთ ოჯახში თვრალი. მაშინ ის იყო პოლიციის სამმართველოს უფროსი, სცემა ოჯახის წევრები, მათ შორის არასოწლოვანები, ლომსაძე ნაცვლად იმისა, რომ დაესაჯა, დააწინაურეს და დაანიშნეს სუსის ტერიტორიული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად. რაისიანების ადვოკატი პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს. თენგიზ ომანაძის განცხადებით, ძმები რეალურად ასპინძის გზაზე ერთად აიყვანეს. დაკავების ოქმები კი გაყალბებულია. მითითებულია თითქოს ერთი ძმა ახალციხეში, მეორე კი ბორჯომში დააკავეს. ოქმში მითითებული დაკავების დროც რეალურ დროს არ ემთხვევა. ადვოკატი დაკავების რეალური ადგილის დასადგენად პოლიციელების სამკერდე ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებს ითხოვს. ფაქტობრივი გარემოებები, რაც არის მითითებული სამართალდაუღებათა ოქმებში და ასევე დაკავების ოქმებში, არ შეესაბამება რეალობას, არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა აბსოლუტურად სხვა გარემოებებს, არც გადაწყვეტილებაში, არც ოქმებში არ არის აღნიშნული დაუშვათ და მართლა მიაყენა კარლოს რაისიანმა შეურაცხყოფა პოლიციის თანამშრომლებს. რა გახდა ამისი მიზეზი? სუსში რაისიანების საქმეში მონაწილეობას არ ადასტურებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი დაკავებულებზე ზეწოლას და ელექტროშოკის გამოყენებას გამორიცხავენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროცესუალურ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ძმები სხვადასხვა ადგილას დააკავეს. კარლო რაისიანს ახალციხის დროებით მოთავსების იზოლატორში შესვლისას პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. რის შედეგაც გამოვლინდა, რომ მას არ ჰქონდა არანაირი დაზიანება და არ გამოთქვამდა პრეტენზიას პოლიციის მიმართ. აღსანიშნავია, რომ კარლოს რაისიანმა ზეწოლის შესახებ საჯარო განცხადება 10 დღის შემდეგ გააკეთა. 15 საათიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მას დაზიანებებთან დაკავშირებით არც კლინიკისთვის მიუმართავს. რაისიანები მათ საქმეში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.